საინტერესო შეკითხვა, როგორ შეიძლება ეს ფორმულირება, როგორ შეიძლება ორივე მხარე იყოს გამარჯვებული, მე მახსენდება საერთოდ თუ გადავხედათ სამხედრო ისტორიას, ზოგადად, როდესაც ესეთი დაპირისპირებები ხდება და ზე სახელმწიფო დიდი ძალა ომს აწარმოებს, შედარებით ასე ვთქვათ, სუსტ მოწინააღმდეგესთან, თუ გამარჯვება არ არის მკაფიო პოლიტიკური შედეგები არ არის მკაფიოდ მიღწეული, როგორც წესი, სუსტი მხარე რეალურად თავს გამარჯვებულად გრძნობს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მისი მოწინააღმდეგის მიზნები, პოლიტიკური მიზნები მიღწეული არ არის და ჩვენ ამ სტუდიაშიც გვისაუბრია, რომ გავიხსენოთ დრო და დრო თუნდაც იმ სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა, რაც ოპერაციის დაწყებას წინ უძღოდა მე მისი მიმდინარეობისას ამერიკის შეერთებული შტატების თუნდაც პრეზიდენტის მხრიდან სახელდებოდა. ბილად რომ თქვა, შორს არის იდეალური შედეგისგან. კი, ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას, ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს სამხედრო შესაძლებლობებს, არაკეტო შეიარაღებას, თუმცა გარდამტეხი უპირატესობა არ არის მოპოვებული. პირველ რიგში პოლიტიკური სისტემის მდგრადობის თვალსაზრისით, ხო? დრო და დრო ტრამპი მოუწოდებდა ხან მოსახლეობას, რომ ხელში აიღეთ ჩვენ დავიწყეთ და თქვენ გავაკეთეთ. საბოლოო ნიშნით მე დიდ სურათს შესევაფასებ, რომ ირანის რეჟიმი გადარჩა ამ ეტაპზე და აი ამ დღევანდელი განცხადებები ტრამპი რასაც ამბობს, რომ მოლაპარაკებები მინდის და საუბარი არის, რომ შესაძლო არის ირანმა უარი თქვას გამდიდრებული ირანის ასე თქვათ შემდეგ გამოყენება ურანის შემდეგ გამოყენებაზე. ეს ყველაფერი და ამის საპასუხოდ სანქციების რეჟიმი შეიძლება ირანის წინააღმდეგ შემცირდეს. ეს სურათი არ გვაძლევს იმ შედეგებს, რაც უნდოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. სრუტეზე დომინირებას იწოვებს, როგორც ჩანს, იმიტომ რომ მათთან შეთანხმებით სრუტესირგვლივაც იქნება სიტუაცია, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების საგანი, მაგრამ სრუტე ომის დაწყებამდე ღია იყო და ეხლა ხელახლა მიდის ახალი, ასე ვთქვათ, განხილვა იმაზე, რა პირობებით შეიძლება გაიხსნას. და რა როლი ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს აი ამ სრუტის, ასე ვთქვათ, კონტროლის თვალსაზრისით თუ ექნება საერთოდ. თავარი ის, რომ ირანის რეჟიმი თავისი ბუნებით, თავისი ხასიათით, როგორ მოწინააღმდეგესაც წარმოადგენს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე რაც თავარია და მნიშვნელოვანი, ასევე მისი რეგიონალური მოკავშირე ისრაელისათვის არსად არ მიდის. შესაბამისად, ძალიან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ რეჟიმმა ეხლა რაღაც სახე იცვალოს, ეს არის კვლავინდებულად რელიგიური, ასე ვთქვათ, აიტოლების ამ მიმართულებით, იმიტომ რომ რეპრესიული რეჟიმი, კლანური სისტემის მმართველობის, მაგრამ ის კვლავინდებურად ინარჩუნებს აი თავის პოლიტიკურ სახნებას ჯერჯერობით. მე რა იქნება, მე ნაკლებად მოლოდინი მაქვს ის, რომ ასეთ სიტუაციაში რაღაცა შიდა არეულობა ან რაღაცა რეჟიმს ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში რამე სერიოზული საფრთხე. თავიდან მიზნები იყო ხელმძღვანელობის განადგურება, პოლიტიკური ხელმძღვანელობის განადგურება და სამხედრო და ბირთვული პოტენციალის თუ განულება არა მნიშვნელოვნად შემცირება და დიდ სურათში რეჟიმის ჩამოშლა. არც ერთი ეს მიზანი თუ არ ჩავთვლით, რომ ასე ვთქვათ, რამდენიმე ლიდერი, ძალიან ბევრი განადგურდა, რომელი შეიძლება ჩაითვალოს მიღწეულად. ყველაზე მაღალი შედეგი არის სამხედრო თვალსაზრისით მიღწეული. თუნდაც შესაძლებლობების, რა თქმა უნდა, თუმცა არა ბოლომდე, დაახლოებით საუბარი არის, რომ მინიმუმ 30-40% რაკეტების მაინც გადარჩენილი უნდა იყოს. ისევ ამერიკის დაზვერვის მონაცემებს დაახლოებით 1 კვირის წინანდ 30 თუ მოუშველებთ, მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ დაახლოებით 13,000 სამიზნე იქნა განადგურებული და ამან მისცა მათ შედეგი, რომ 30-დან 40%-მდე შემცირდა სარაკეტო შესაძლებლობები ირანის. მაგრამ იმის იქით კიდე იყო საუბარი დაახლოებით 3,000 სამიზნეზე და ელემენტარულ არითმეტიკულად რო შევხედოთ, საუკეთესო შემთხვევაში 50%-ს არ ცდება, ასე ვთქვათ, უშუალოდ განადგურებული, ასე ვთქვათ, სარაკეტო შესაძლებლობები, მით უმეტეს რომ დადასტურებულად იგივე ომის კვლევის შესწავლის ინსტიტუტის და სხვა წყაროების მიხედვით ჩინეთი ახერხებდა პარალელურად სარაკეტო საწვავის მიწოდებასაც და გარკვეული კომპონენტების მიწოდებას. ამიტომ ჩინეთს ემადლიერება სხვათა შორის შტატები, ასე ჩანს, რომ მათი დაეხმარა მაგიდასთან მაგიდასთან მიყვანაში. მაგრამ აი ეს დიდ სურათში
შედეგები ჯერ მე ვერ ვიტყოდი რომ სტრატეგიული გარდამტეხი არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. კი, რამდენი საერთო ჯამში სურდათ ჩქარა დაესრულებინა, იმიტომ რომ ტრამპი ამბობდა რომ ევროპელებმა თქვენ თავად იზრუნეთ და ვისაც გინდათ გამოტანა და სამხედრო სახმელეთო ოპერაციის გარეშე ამ რეჟიმის ჩამოშლა რომ არ მოხდებოდა, თქვენთანაც ვისაუბრეთ თავის დროზე ოპერაციების ამ ოპერაციის აბსურდულობაზეც ისაუბრეთ, შეუძლებლობაზე გეოგრაფიიდან გამომდინარე. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე ეს ამოცანა იყო იმთავითვე ფაქტობრივად განწირული რეჟიმის დემონტაჟს გულისხმობ. ეხლა კიდე შიგნი რა ელიტები დაალაგდებიან, როგორ დაალაგდებიან, რა პოლიტიკას გაატარებენ იგივე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს კიდე უნდა ვნახოთ, ჩვენ მაინც უნდა დავალოდოთ ორი კვირის იმას, რა ქვია, ვადას, ამ პერიოდს, რომ საბოლოოდ ასე ვთქვათ, ესე რომ ვთქვათ, ეს წვერი დაჯდეს ამ კონფლიქტის ირგვლივ და დიდი სურათი მერე შევაფასოთ, მაგრამ ნუ ცალსახად ჩვენთვის პირადად სტრატეგიული მომენტი ესე ვთქვათ, რა დაახსანახევროთ არის საერთო ჯამში მიზნები მიღწეული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თავისი ბუნებით ეს რეჟიმი კვამინდებურად შეეცდება იგივე საგარეო პოლიტიკის გატარებას, რაც აქამდე ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში ეს შეიძლება მოლაპარაკებებზე რამენაირად დაზუსტდეს ირანის მხრიდან, ამას უნდა დაველოდოთ, თუ რამე ვალდებულებებს აიღებს, მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც იმთავითვე იყო განსაზღვრული, მაგრამ ასე ვთქვათ, ჩამიჩუმი არის მის, ეს არის ირანის პროქსი ძალების, ასე ვთქვათ, ხარდაჭერაზე უარის თქმა, მაგრამ ამ მიმართულებით საერთოდ აღარ კეთდება ბოლო პერიოდია განცხადები და ფაქტია, რომ თუმცა შეეხება ეს ცეცხლის ის მატერიალი, ხო, თუმცა იქით ოპერაციებს ჯერჯერობით ისრაელი აგრძელებს და რაც თავარი არის თავარი წყარო ამ პროქსი ძალების დაფინანსების ფინანსური ხო ჯერჯერობით მაინც გადარჩენილი არის მიუხედავად იმისა რომ გარკვეული დარტყმები ხორციელდება ნავთობის ინფრასტრუქტურაზე გულისხმობ და ეხა ემირატებმაც და კუვეითმაც თუ არ მეშლება ორივე ერთად კიდე რამდენიმე კუნძულს დაარტყეს ამ ნავთობწარმოების მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მხოლოდ ზიანი რომ ეკონომიკის ჩამოშლაზე და თქვათ იმ ქვის ხანაში დაბრუნებაზე ვისაუბროთ რაზეც ტრამპი ამბობდა ხოლმე ისრაელის ფაქტორი ის უკმაყოფილო ჩანს ალბათ უკვე განცხადებები არის მე სანამ შემოვიდოდი სტუდიაში ქნესეთის ანუ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება იყო რომ ტრამპმა ასე თქვათ დრო შეშინდა მოდი იმ სიტყვებს ვერ ლაჩარი უწოდა მე მგონი დაახლოებით ამ სიტყვებს რომ მათ თქვათ ბოლომდე ვერ მიყვა იმიტომ რომ ჩვენ აქამდეც ვისაუბრეთ რომ ისრაელის მიზნები ამ ომში ცოტა უფრო განსხვავებული არის ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს თავის სანამ ირანის ეს რეჟიმი არსებობს, აითოლების რეჟიმი არსებობს, რომელიც ფაქტობრივად ისრაელის სახელმწიფოებრებას საერთოდ არ აღიარებენ და ერთ-ერთ მისიათ აქვთ ის, რომ განადგურდეს ეს სახელმწიფო, თავს ბუნებრივია ბოლომდე დაცულად ვერასოდეს ვერ იგრძნობენ, სამ რადიკალურად არ შეიცვლება ირანში სიტუაცია, პოლიტიკური თვალსაზრისით პირველ რიგში. კი ბატონო, სამხრეთ კავკასიისთვის ეს რამდენად შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ასევე საინტერესოა თქვენი კომენტარი ირანის ელჩის განცხადებაზე, რომელიც იყო, ვთქვათ, ფართოდ განხილვადი, ეს იყო მუქარის ტონის შემცველი თუ როგორ შეიძლება აგვექვა. ნუ რეგიონში ახლა ზოგადი სურათი თუ ამერიკის შეერთებული შტატები აი საბოლოო ნიშნით მოდი ესე ვთქვათ, სოფლიოს თვალში ვერ გამოვა ამ ომიდან, როგორც ასე ვთქვათ, წარმატებული და გამარჯვებული მხარე, ეს ბუნებრივია ავტოკრატიულ რეჟიმებს ყველგან. წაახალისებს, მოდი ესე ვთქვათ და შესაბამის გავლენას იქონიებს, თუმცა პარალელურად იმის გამო, რომ ორმუზის სრუტის ჩაკეტვა, ეს რისკები რო რჩება ადგილზე, კვლავინდებურად წინა პლანზე წამოწია შუა დერეფნის საკითხი, ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხები. ბაქოში იყო ცოტა ხნის წინ BP-ის წარმომადგენლობა, ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან მუშაობენ, ალიევი იყო აქ ჩამოსული, ყაზახეთის დელეგაცია იყო ჩამოსული, საუბარია ენერგეტიკული თქვენი დაკვირვებით. კი, რა თქმა უნდა, კავშირში არის ენერგეტიკული დერეფნების, ასე ვთქვათ, გაზდა მოცლობის გაზდაზე არის საუბარი, ხა რა კონკრეტული სქემები შეიძლება ამუშავდეს, ეს უნდა გამოჩნდეს, მაგრამ ფაქტი არის, რომ თუ ეს კონფლიქტი, ესე ვთქვათ, არა მოიწურა ცოტა გრძელვადიანად, ხო ეს მუდმივი რისკისა და შოკის ეფექტი ამ რეგიონში იქნება. შესაბამისად, შუა დერეფნის როლი კვლავინდებურად თან უკრაინაში ომი გრძელდება მნიშვნელოვანია და კიდევ წინა პლანზე მოდის და ეს ჩვენთან საქართველოს ფაქტორიც რა თქმა უნდა ღირებულება ისე აქტუალურდება და ნუ ეხა ქართული ოცნების ხელშიც ეს იქნება გარკვეული ვაჭრობის, საგარეო პოლიტიკური ვაჭრობის საკითხი, იმიტომ რომ რა შეიძლება გამოიმუშაოს? აი, რა შეიძლება გამოიმუშაოს, ეს უნდა გამოჩნდეს მაშინ,
რა თქმა უნდა, იმ აქტორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვინც პირველ რიგში არის ენერგეტიკული პროექტებით დაინტერესებული და აი განცხადებები გვაქვს თითქოს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გარკვეული ასე ვთქვათ კომუნიკაცია არის და მოლოდინებია მიუხედავად იმისა რომ თითქოს მე უარყო ამერიკის საელჩომ რომ ჯერჯერობით ანონსი არ აქვს, მაგრამ ეს გასაგები უნდა დაველოდოთ. მე ვფიქრობ თან ესეთი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რომელიც აი კიდევ ერთხელ ხა ირანის ხალხი და ის მიღათი ბრძოლა და ისა კიდევ ერთხელ დაიწყებული იყო, ჯერ საერთოდ არ ჩანს ამ მოლაპარაკებებში თუ ამ ასე ვთქვათ მშვიდობის ამ ცეცხლშეწყვეტის რეჟიმში საერთოდ რამე განხილვის საგანი იქნება თუ არა ირანელი ხალხის ასე ვთქვათ უფლებები, ხო, რა თქმა უნდა და ცოტა ხნის წინ. მიუხედავად იმისა, ხო, ამიტომ არც ანალოგიური დიდი მოლოდინები არ მაქვს მე საქართველოსთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებული ხელწელის, თუმცა გარკვეული პირობებზე ალბათ იქნება საუბარი, ამაზე სახელმწიფო დეპარტამენტისგან იყო მინიშნება გაკეთებული, რომ თუ უნდა გადაერტვირთოს, იციან რაც უნდა ქნას და მე ალბათ და თუ ეს ენერგეტიკული სატრანზიტო თემებიც განვითარდება, ну რაღაცა შერბილება და კომპრომისული ვარიანტი მეტნაკლებად უფრო დემოკრატიზაციის ასე ვთქვათ ოცნების ტრენდის შეცვლა ალბათ საჭირო უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში მე ამას ვისურვებდი, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ირანის ელჩის განცხადებას, კიდევ ერთხელ ჩემთვის პირადად ასე ვთქვი კიდევაც ეს ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ აი ეს სუვერენიტეტის ხმამაღალი დაცვა და აგრესიული რიტორიკა დასავლეთთან, კონკრეტულად ევროპის ქვეყნებთან ცალმხრივი რეჟიმია, მაგრამ ოდესაც ჩვენ სუვერენიტეტს სხვა სახელმწიფოები ეხებიან, ფაქტობრივად ხმა ვერ ამოიღო ქართულმა ოცნებამ, საკადრისი განცხადება არ გაუკეთებია არავის, ისიც კი ვერ ქნეს რომ ელემენტარული ძალიან ისე პროტოკოლურ ფარგლებში ელჩი დაებარებინა თვითონ თავისი ინიციატივით. შემდგარა ეს შეხვედრა, მაგრამ ამბობს რომ არა ნაბიჯებს ფორმას და შინაარს კომუნიკაციის ხო აქვს მნიშვნელობა, ვინ გადადგავს პირველ ნაბიჯებს რა ფორმა ექნება. აქ ჩემთვის კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ეს არის ძალიან შერჩევით ბულერიაო რადიო თავისუფლებაზე აი საინტერესო ინტერვიუ და იქ ამბობდა რომ ირანი რეგიონში რაღაც ამ ფუნქციითაც არის მით უმეტეს ასეთი ომის ფონზე გასაგებია რომ უფრო აგრესიული რიტორიკა აქვს, თუმცა თუ შენი ქვეყნის სუვერენიტეტს და თავმოყარებობის დაცვას ცდილობ, აქ შერჩევითი არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში რაღაცა მოზომო და რაღაცა კომუნიკაციების გზა ეძებო, რის შედეგადაც არ გამოჩნდება რომ მხოლოდ რეალურად ქვეყნის სუვერენიტეტი კი არა, რაღაცა პარტიული დღის წესრიგის ემსახურება თურმე შენი ეს რიტორიკა სუვერენიტეტის დაცვაზე და არა რეალურ ქვეყნის თქვათ იმიჯისა და უსაფრთხოების გამტკიცებაზე, ხო? შეიძლება თუ არა ირანს, რომელიც აი ამ კრიზისულ მომენტში რაღაც კედელთან მიყენებული დაჭრილი დათვის ეფექტიც უწოდეს, როცა ეს ასე დროს, ეს თქვათ, ტორებს იქნევს და მთელ რეგიონში ახლო-მახლო სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმები და ასეთი, ეს თქვათ, პასუხი აქვს, სამხედრო პასუხი. ასეთ დროს მის ფაქტორს უწევს ოცნება უწევს ამას. რა თქმა უნდა, მე ხა ანგარიში თუ ეს უფრო მეტია ვიდრე ანგარიში. საღად მოაზროვნე ადამიანი ხა ხო არისურვებს აქ რომ რაღაცა ისეთი რადიკალური ენის ან აგრესიული ტონის შემცველი განცხადებები ვაკეთოთ თუნდაც ქართულ მოცნებამ და ხელისუფლებამ, რაც შეიძლება რისკებს უზდიდის ქვეყანას, ამას ბუნებრივია არ გავიგულისხმობ, მაგრამ კიდევ ერთხელ დიპლომატიური ურთიერთობები პროტოკოლი ტოვებს იმის შესაძლებლობებს, რომ სახე შეინარჩუნო. ეს არ ყოფილა. ეს ფაქტი არის. აი სწორედ ამას გულისხმობ. თორე ბუნებრივია ეხა არ ვიცი ამ ქვეყნის ნორმალურ ასეთ გულშემატკივარს ვერანაირად ვერ ექნება იმის სუვერენიტეტი, რომ რამენაირად ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ ჩააგდო და რაღაც ისეთი ნაბიჯი გადადგან, ისეთი რიტორიკა კონდეს, რამაც შეიძლება პირდაპირ მუხარა გამოიწვიოს რომელიმე კი ბატონო, გიორგი და შუა დერეფანზე სამხრეთ კავკასიაში როლზეც და ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურია ანაკლიის პორტის თემა. დღეს ახსენა პრემიერმა კობახიძემ, რომ იქ სამუშაოები რაღაც იქ 25% დაზოგვა მოახდინეს თანხის 50 მილიონის და რომ მუშაობა გრძელდება. ესეც შეიძლება ეს კონკრეტული განცხადებაც იმ საერთო ჯაჭვის ნაწილი იყოს, რაზეც თქვენ საუბრობთ? პირველ რიგში რა თქმა უნდა ანაკლია ერთ-ერთი საკითხი, რაც გადაწყვეტა საჭიროებს, იმიტომ რომ საერთო ნიშნით მე როგორც ვაკერდები მიუხედავად იმისა, რომ ხა არ ვარ მაგ პროფილის, რა თქმა უნდა, არც ექსპერტი, არც კვლევარი,
ძალიან აქტიურ სამუშაოებს მე იქ ვერ ვატყობ გარედან. შეიძლება გარკვეული ეს რაღაცა სამუშაოები მიდის, მაგრამ სავარაუდოდ არა ისეთ ტემპში, როგორც სახელმწიფო ისურვებდა და სავარაუდოდ ეს იმიტომაც ხდება, რომ დიდ სურათში აი ამ სატრანზიტო შუადერების საკითხებში ანაკლის თემა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც შეიძლება როგორც სახელმწიფომ მიიღოს სარგებელი ბუნებრივია თუ სათანადოდ გადაწყდება, ისე გარკვეულ კონფიგურაციაში ქართული ოცნებისთვისაც იყოს ეს ვაჭრობის ინსტრუმენტი. Όμως ეს ისე უნდა დაალაგდეს რომ იმ ტემპით მიყავს რომ გლობალურ გამოწვევებში ჩაჯდეს. ეხლა მე შორს ვარ იმისგან არ ვიზიარებ პირდაპირ იმ მოსაზრებას, ეხლა ტრამპის სახელი უწოდოთ მიუხედავთ იმისა, რომ ტრამპის სახელი. ეს სხვა რაღაც არის, ჩემთვის პირადად ხა საქართველოს სპორტისტვის ამის მით უმეტეს ადამიანს რომელსაც საერთოდ არც გამოუხედია ამ რეგიონის საქართველოს მიმართ კონკრეტულად, ხო? ჯერჯერობით აქედან გამომდინარე, მაგრამ აი უნდა შევხედოთ, ეხლა ეს თემები საით დაიძვრება, იქნება თუ არა რეალური, მე შტაბ-ეჭვდილება მრჩება, რომ თუნდაც იქიდან გამომდინარე, საკმაოდ უცაბედი იყო ალიევის ჩამოსვლა და პირდაპირ მოითხოვა, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად, ხო? მათ შორის ბიძინა იმანიშვილთან შეხვედრა, იქ რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხებზე უნდა ყოფილიყო, საკითხების განხილვა უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ რაღაცა აზრი უნდა მოესმინა, ან შეთავაზება გაეკეთებინა რაღაცაში საქმის კურსში ჩაეყენებინა ალიევს და ნუ აზერბაიჯანის ასე ვთქვათ ნიუსებს რასაც უყურებთ და თვალს ვადევნებთ ხო იქ რაც ხდება გააქტიურებულია სწორედ ის სატრანზიტო საკითხები რომლებიც ენერგეტიკული თემები რომელიც მე ვახსენე. ამიტომ ეხლა ეს გონივრული ეჭვი არის რომ რაღაცა შეიძლება უკავშირდებოდეს ამას. ეხლა მე არ მგონია რომ ეხლა ნუ კი არის ასევე ერთი საკითხი იქ აზერბაიჯანთან გარკვეული ხელისუფლების შტოს ცვლილების შემდგომ ასე თქვა ძალაუფლების ვერტიკალი ჩანაცვლების მერე გულისხმობ ღარიბაშვილის გუნდის ჩანაცვლების მერე გარკვეული ასე თქვა ასთა სხვადასხვაობა იყო აზერბაიჯანთან ამ სატრანზიტო საკითხებზე ხო გახსოვთ თქვენ ტარიფებს და მერე უფასოდ გავატარეთ და იქ ნავთობის გატანეს და ასე ვთქვათ ყულების თემა არის ბათუმის მადლობა. აი ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება და ესეც ყოფილიყო ასე თქვა. დიდი მადლობა გიორგი ანთაძეს ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი, მე მას დავემშვიდობები და სტუდიაში მოვიწვევ ლევან სამუში.